Მენ არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით და წვდომა უხილავის. ეს არის ძალა, რომელიც არახილულს ახილვინებს. მორწმუნე ადამიანი ხედავს ღმერთს, ეს არის სარწმუნოება. განიცდის ღმერთს, განიცდის მას როგორც გონება მიუწვდომელ მოცემულობას. ხან ცეცხლს არქმევს, ხან სისავსეს არქმევს, ხან რაღაცა დიდებულებას არქმევს, ხან სიტყვებას არქმევს, ხან შინაგან სივრცეს არქმევს. არ იცის რა დაარქვას ადამიანი, მაგრამ იცის, რომ ღმერთთან კომუნიკაცია აქვს. და რწმენა როგორც ინსტრუმენტი შემეცნების, რწმენა როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური გონებისა. მორწმუნე ადამიანს აქვს გონება, რომელიც მეცნიერებასაც კი უსწრებს. რწმენა არის გონება, რომელიც ლოგიკურ აზროვნებაზე წინ დგას, საიდუმლოებებს იგებს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებას. რა არის ეს სანაცვლო? ისეთი სიხარული განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეს, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს მენია და არც გულს არ შეხებია. გველოდება ისეთი ცხოვრება და ისეთი სიცოცხლე, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.